გრანტების შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს. ამის შესახებ Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშევი ამბობს, რომ ეს არის დაუფარავი მცდელობა საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა. მთავრობის მიერ გრანტების შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ძალაუფლება გაამყაროს. ცვლილებები გრანტების განმარტებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მოიცავს ნებისმიერი სახის უცხოურ დაფინანსებას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რის ნებართვასაც მთავრობა არ გასცემს. პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების საქმიანობით დამთავრებული. ეს სხვა არაფერია თუ არა აშკარა მცდელობა. საქართველოში ფაქტობრივად კრიმინალიზებულად გამოცხადდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ხელისუფლების კონტროლის გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან. უცხოური დაფინანსების მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცენტრალური ნაწილია და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს და ქვეყნის კანონმდებლობა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა შეუსაბამოს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.